მე არ წარმოვადგენ ამ ოპოზიციას, მე მას ვემიჯნები. დააგვიანდათ, მაგრამ მაინც საკუთარ მარცხში დამნაშავის ძებნა ოპოზიციამ ერთმანეთის რიგებში დაიწყო და ურთიერთბრალდებების სერიაც განახლდა. ახლა პარტიები კოალიციებს, პოლიტიკოსები პარტიებს, ყველა ერთად კი ყოფილ პრეზიდენტს ემიჯნებიან. აღიარებენ, რომ მიზანს ვერ მიაღწიეს. პრეზიდენტობანას თამაში მე არ შევიდოდი. გულწრფელად გონდა ამას არ ვაკნიე. ეხლა ის ხდება. სახიფათო არ შეიძლება მე თქვენ დამარქვათ იმპერატორი, არ შეიძლება მე თქვენ დამარქვათ ის რაც არ ვარ. ეხლა ტაქტიკურად არა ვართ უკეთეს დღეში, ვიდრე ვიყავით 2 თვის წინ, ან 2 თვის წინ, ვიდრე 4 თვის წინ, ან უარესობისკენ მივდივართ. ამ აღიარების მიუხედავად რეალობა არ იცვლება. ისმის ისევ სიტყვები და ფიცი რომ გაიმარჯვებენ, თუმცა ამ გამარჯვებისათვის გეგმა ისევ არ ჩანს. ერთადერთი გეგმა, რომელიც ახლა მაგიდაზე დევს, ქართული ოცნებისაა და ისიც ნაციონალური მოძრაობისა და მისი სატელიტი პარტიების საკრძალვას ეხება, თუმცა სანამ საკონსტიტუციო სასამართლო იტყვის, მანამდე პრემიერი ამბობს, რომ დამარცხებულ ოპოზიციას საკუთარი პატრონები დაასრულებენ, რადგან მათი დავალება ვერ შეასრულეს. გარდაძალებმა თვითონ გაანადგურეს ოპოზიცია, მიუხედავად იმისა, რომ ჰქონდათ სხვა მიზანი, ეს ოპოზიცია მოიყვანათ ხელისუფლებაში. იმ შემთხვევაში, თუ მიიღებენ ისინი მონაწილეობას არჩევნებში, სრული ფიასკოსთვის არიან განწირული, მიუხედავად იმისა, რომ ისინი თავისითაც სუსტდებიან, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ აქტიურად განვაგრძოთ ზრუნვა ამ პოლიტიკური პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებაზე, ვიდრე კოლექტიური ნაცმოძრაობა რჩება ოფიციალურ პოლიტიკაში, მანამდე ეს ქვეყანა ვერ დაისვენებს. აგენტურა არ უნდა იყოს პოლიტიკურ სპექტრში წარმოდგენილი. მართველი გუნდი თვითმმართველობის არჩევნებში მორიგი გამარჯვებისათვის ემზადება. ოპოზიცია კი არჩევნებში მონაწილეობაზე განაცხადის გაკეთებას ამ დრომდე ვერ ბედავს. რაც ქართულ ოცნებას იმ რწმენას უმყარებს, რომ მათ კონკრეტული დავალებები ჯერ არ მიუღიათ. ამბობენ, რომ რადიკალური ოპოზიციის კრახით უცხოელი დამკვეთებიც იმედგაცრუებულები არიან. ოპოზიცია არის დიდი ხნის დანგრეული. ოპოზიცია საქართველოში არის სატელევიზიო პროდუქტი. ერთი მხრივ, იმიტომ რომ არა, თქვათ, სოციალურ ქსელებში და სატელევიზიო სივრცეში ისინი პრაქტიკულად ოპოზიციის როლს არასდროს ასრულებდნენ ბოლო წლების განმავლობაში, ეს ერთი და მეორე, რეალურად საქართველოს არ ყავს ნორმალურად რამდენიმე პატარა პარტია შეიძლება იყოს, რომელიც პოლიტიკურ ველზე ამინც ვერ ქმნიან და ეს ნიშა მთლიანად სამწუხაროდ დაკავებული აქვს ნაცმოძრაობას თავისი განშტოებებით, რომლებიც რეალურად წარმოადგენენ აგენტებს, როგორც დობის თვალსაზრისით, ასევე რეალურად პოტენციურად რადიკალურ ოპოზიციას საქართველოში არანაირი პერსპექტივა არ აქვს. ისინი ერთმანეთს აბრალებენ ხელმოწარულობას, რომელიც აბსოლუტურად ყველა მათთაგანის დამსახურებაა პირველ რიგში იმ ბრძანებების და განკარგულებების შესრულების ჭრილში, რომელსაც ისინი იღებდნენ და დღესაც იღებენ ქვეყნის ფარგლებს გარედან. სანამ ნაციონალური მოძრაობა და მისი სატელიტი პარტიები საკუთარ რიგებში დამნაშავის ძიებაში არიან, მათ ასაკრძალად საკონსტიტუციო სარჩელი მზადდება. ის რაც ქართული ოცნების წინასაარჩევნო დაპირება იყო, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე რეალობად უნდა იქცეს.